თავისუფლების მეორე დღე მუხროვანის ამბოხში მსჯავრდებული პირები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ამბებს იხსენებენ. Როგორც ამბოხებაში მსჯავრდებული პოლკოვნიკი შოთა გორგიაშვილი ყვება მუხროვანში ამბოხის მცდელობა არ ყოფილა. სამხედროებს მხოლოდ ჯარში არსებული მდგომარეობის გამო პროტესტის გამოხატვა სურდათ. პოლკოვნიკის თქმით, საზოგადოებას უნდა სწოდნოდა აგვისტოს ომში დამარცხების რეალური მიზეზები და მისი მიმდინარეობა. დასყვება კიდევ ორი მთავარი მსჯავრდებული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე. რავითარებაში მიმდინარეობდა მათი აყვანის ოპერაცია ქერჩის ქუჩაზე და სად დაიღუპა გენერალი გია კრიალაშვილი. ამის შესახებ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. არავითარი ამბოხი არ მომხდარა. ეს იყო პროტესტის გამოხატულება, რომ მე და ჩემ პირად შემადგენლობას მიგვეტანა პროტესტი საზოგადოებამდე, რომ საზოგადოებას გაეგო თუ რა ხდებოდა რეალურად შეიარაღებულ ძალებში. რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომში? რატომ წავაგეთ დღენახევარში ეს ომი? როგორ წავაგეთ? ის საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი პატათავითაია, იყო ფარსი. ერთი შეკითხვა მაქვს ყოფილ ხელისუფლებასთან. ჩემი 8 წლის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ბინიდან გამოასახლეთ, ბატონებო, ამბოხებული იყო ის თუ არ გემორჩილებოდა, თან ტანკი ყავდათ დაქოქილი.